მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა თქვენთან ერთად გავაკეთო კომპლექსური დავალების ბარათი. წინა ვიდეოში ვისაუბრე იმაზე, თუ რა იყო გზამკვლევი და როგორ შეიძლება გამოგვეყენებინა გზამკვლევი კომპლექსური დავალებების შესაქმნელად. ამ ვიდეოში უბრალოდ მინდა განახვიდროთ, როგორ შეიძლება კომპლექსური დავალება შეიქმნას გზამკვლევის დახმარებით. მე ახალს არაფერს არ დავწერ ამ ეტაპზე, მთლიანად გზამკვლევით ვიხელმძღვანელებ, უბრალოდ მინდა რომ მარტივად აღქმადი იყოს თქვენთვის კომპლექსური დავალების რაობა. ესე იგი, ეხლა გახსნილი მაქვს გზამკვლევი მაქვს გახსნილი მე და საზოგადოების, სადაც ვარ გაჩერებული სამიზნეცნება ინსტიტუციაზე, აი აქ, სამიზნეცნება ინსტიტუციაზე და მეორე ფაილი მაქვს გახსნილი კომპლექსური დავალების ბარათის, სადაც იწერება სამიზნეცნება, შედეგები, საკითხები და კომპლექსური დავალება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპლექსური დავალება, რომ იყოს კომპლექსური. პირველი მივყვეთ ამ გრაფების მიხედვით ვიტყვი, პირველი ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზანზე, ანუ სამიზნეცნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და შედეგებზე, რომელიც გვაქვს სტანდარტში მოცემული. მეორე პირობა არის, რომ საკითხი იყოს, ანუ დავალება, რომ საკითხი, რომელზედაც იქნება ჩვენი კომპლექსური დავალება იყოს ძალიან კონკრეტული, ანუ მეორე პირობა ის, რომ კონკრეტული საკითხი და კომპლექსური დავალება უნდა გულისხმობდეს პროდუქტის შექმნას და ეს პროდუქტი უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო, ხელშესახები პროდუქტი უნდა იყოს. ანუ გვაქვს ეს სამი პირობა, ხო? მიმართული გრძელვადიან მიზნებზე, ანუ ცნებებზე და შედეგებზე. საკითხი ძალიან კონკრეტული ან საკითხები და პროდუქტი უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახები პროდუქტი. ახლა გადავალ გზამკვლევზე და შევქმნათ ერთი დავალების ბარათი მთლიანად აი ამ გზამკვლევზე დაყრდნობით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხები და კომპლექსური დავალებები, ანუ ეს მეორე გრაფა, სადაც საკითხები გვაქვს მოცემული, და მესამე გრაფა, სადაც დავალებები მთლიანად არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასწავლებლებს თავად შეუძლია, რომ შემოიტანოს საერთოდ სხვა საკითხები და ასევე თავად შეუძლია შექმნას სხვა ტიპის კომპლექსური დავალებები, მთავარია იმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს და ასევე მნიშვნელოვანი რამ შეფასების კრიტერიუმი, ანუ კომპლექსური დავალების მეორე ნაწილი, როგორც გვკითხარით წინა ვიდეოში, არის მთლიანად შეფასების კრიტერიუმები, ანუ ამ შეფასების კრიტერიუმებით ვაფასებთ მოსწავლეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი შეფასების კრიტერიუმები მთლიანად მიემართებოდეს ჩვენი სამიზნეცნების მკვიდრ წარმოდგენებს. აი აქ ხვდებით რომ წერია, ხო? ანუ აი აქ არის ეს შეფასების კრიტერიუმები არის მოცემული სამიზნეცნების ამ შემთხვევაში ინსტიტუციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები, რომელიც რა თქმა უნდა ფორმირდება დავალებიდან გამომდინარე თითოეულ დავალებაში. ხო? და ეს შეფასების კრიტერიუმები მთლიანად მიმართულია ამ სამიზნეცნების ყველა მკვიდრ წარმოდგენას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება მკვიდრი წარმოდგენების ამოკლება ან დამატება ან მოდიფიცირება არავითარ შემთხვევაში. ისინი აუცილებლად ერთად უნდა განვიხილოთ. მოდით ახლა გავაკეთოთ ის დავალების ბარათი შევქმნათ მთლიანად ჩვენი გზამკვლევის დახმარებით. უბრალოდ ჯერ დავალებას წავიკითხავ, ხო? თემის დაწერა, ანუ პროდუქტი გვაქვს თემა უნდა დაწეროს, ხო? რა მოხდებოდა ესე თუ ის ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში საკითხად გვაქვს ნახეთ რა აღებული დასუფთავების სამსახური. აი ეს გამოქვებული რაც გვაქვს, აი ეს გამოქვებულები, ეს არის საკითხები და აქ მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლია სხვა ჩასვას. ან საერთოდ სხვანაირი მოიფიქროს თვითონ სხვა დავალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე გავაკეთოთ რაც არის. ანუ რა მოხდება დაწეროს თემა, რა მოხდებოდა ესა თუ ის ინსტიტუცია, მაგალითად დასუფთავების სამსახური რომ არ არსებობდეს და მისი ფუნქციის შეთავსება კონკრეტულ ადამიანს უწევდეს ციფრული რესურსის სწავლობ თამაშის გამოყენებით საკუთარი ნაშრომის საკვანძო საკითხების ამსახველი ილუსტრაციების შექმნა, ხო? ანუ თემა უნდა დაწეროს მოსწავლემ და შექმნას ილუსტრაციები, რომლებიც ამ საკვანძო საკითხებს ასახავს. ეს არის დავალების პირობა და დავალების პირობის მეორე ნაწილი ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი.
შრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ, ხო? ამის ქვევით წერი, ანუ შეფასების კრიტერიუმები წავიკითხოთ. სირთულეები, რომლებიც დასუფთავების სამსახურში მომუშავე ადამიანების საქმიანობას ახლავს, რა შეიძლებოდა ჩვენს ცხოვრებაში ამ ინსტიტუციის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში დასუფთავების სამსახურის მუშაობა რომ შეფერხდეს და რა სტრატეგიები გამოიყენე, რა ნაბიჯები გადადგე დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას. ეს მესამე შეფასების კრიტერიუმი, რაც დავიკითხე, ხო? ეს ახლავს ყველა დავალებას და გულისხმობს, როდესაც მოსწავლე გამოვა და თავის შექმნილ პროდუქტს გაგვაცნობს, აუცილებელია, ანუ ასე ვთქვათ, კვლევითი კომპონენტია, რომ ისაუბროს აი ამ მოცემულ მოთხოვნაზე, რაც აი ამას ეს მასწავლებელმა განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაუმახვილოს, ხო? რა ნაბიჯები გადადგი, რა გაგიჭირდა, რა შეცვლიდი განსხვავებულად, რას შეცვლიდი თავიდან რომ იწყებდე და ანუ ეს ის მომენტია, როდესაც მოსწავლე უკვე საკუთარი პროდუქტის წარდგენას აკეთებს. ხოლო ეს უკვე არის ჩვენი შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მთლიანად მიემართება აი ამ სამიზნეების მკვიდრ წარმოდგენებს. ხო? და რა თქმა უნდა, ამოდის აი ამ ზოგადი შეფასების კრიტერიუმებიდან, ხო? აი ეს ზოგადი შეფასების კრიტერიუმები მთლიანად ფარავს ყველა მკვიდრ წარმოდგენას. მოდით ახლა შევავსოთ კონკრეტულად ის დავალების კომპლექსური დავალების ბარათი. პირველი გრაფა, როგორც ვიცით, არის ინსტიტუცია, ხო? გადავიტანოთ ეს ინსტიტუცია იქ ჩვენს დავალების ბარათში. აი აქ სამიზნეცნება გვაქვს ინსტიტუცია. ახლა გადმოვაკოპირებ შედეგებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედეგები და სამიზნეცნებები გვაქვს სტანდარტში მოცემული, რომელიც არის სავალდებულო გვიჩვენებს, რომელიც გვიჩვენებს სავალდებულო მისაღწევ შედეგებს. და ეს ჩვენი სამიზნეცნებები და შედეგები არის საფეხურის შედეგები და არა წლის, ანუ საფეხურის განმავლობაში უწევს მასწავლებელს ამაზე მუშაობა და არა ერთი წლის განმავლობაში, ხო? მთლიანი საფეხურის, მაგალითად, თუ პირველ წელს საფეხურის პირველ წელს რაღაც კონკრეტული ჩვენი გრძელვადიან შედეგზე სამიზნეცნებაზე ვერ გავედით, ერთი კონკრეტული თემის ფარგლებში შეიძლება, მეორე თემის ფარგლებში შეიძლება, იმ წელს საერთოდ თუ ვერ გავედით ამ მიზანზე, მომავალ წელს მაინც აუცილებლად გავალთ, ხო? ანუ ეს არის ძალიან გრძელვადიანი, საფეხურის შედეგებს გვიჩვენებს ეს ჩვენი სტანდარტი. მოცემული შედეგები და სამიზნეცნებები. საკითხი, აი საკითხი ჩვენ ამ შემთხვევაში რა გვაქვს? დასუფთავების სამსახური, ხო? დავწერთ. დასუფთავების სამსახური. და დავალების პირობა. ახლა მთლიანად გადმოვაკოპირებ გზამკვლევი. აი ესე. ვაკოპირებ და ჩავშორ. ესე. აი ეს არის ჩვენი კომპლექსური დავალების ბარათი, უკვე ერთად გავაკეთეთ. ხო? ამ დავალების ბარათში შეუძლია ამ კომპლექსურ დავალებაში მასწავლებელს ასევე შეუძლია თქვა დაუშვოს ჰიპერბმულები, ანუ რესურსები, რომელიც სურს რომ დავალების შესრულებამდე ან შესრულების პროცესში მოსწავლემ გაეცნოს ამ რესურსებს, ან მისცეს ზოგადი რეკომენდაციები, ხო? მთავარია უბრალოდ იმ სამი ძირითადი ნიუანსის დაცვა, რომელიც კიდევ ერთხელ თქვით, სურს რომ ჩვენი დავალება იყოს კომპლექსური, ანუ ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზნებზე, ანუ შედეგებზე და სამიზნეცნებაზე, ან ცნებებზე, თუმცა გირჩევთ, რომ ძალიან ბევრ ცნებაზე არ გააკეთოთ, ორზე მეტ სამიზნეცნებაზე კომპლექსური დავალება არის ძალიან რთული და მისი პირობის შესრულება მოსწავლისთვის იქნება ძალიან რთული და მაქსიმუმ ორი იყოს, ან ერთი უკეთესი, რადგან წარმოიდგინეთ, ყველა სხვა თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს და ამდენი შეფასების კრიტერიუმის მოსწავლეს დაკმაყოფილება და შესრულება უფრო გაუჭირდება მოსწავლეს. ანუ ერთი მაქსიმუმ ორი სამიზნეცნება იქნება სასურველი. თუმცა არ გამოურიცხავ, რომ 3 და 4 ცნებაზეც გაკეთდეს დავალება, ესეც თქვენ შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული. ანუ მიმართული სამიზნეცნებაზე და შედეგებზე, ანუ გრძელვადიან მიზნებზე, საკითხი ძალიან კონკრეტული ამ შემთხვევაში გვაქვს დასუფთავების სამსახური და დავალება პროდუქტი, ხო? გვაქვს თემა დასაწერი, თემა უნდა დაწეროს და გააკეთოს ილუსტრაციები საკვანძო საკითხებისა, ხო? და ასევე უნდა ანუ თავის
პროდუქტში ხაზგასმით უნდა წარმოაჩინოს ეს შეფასების კრიტერიუმები, ხო? და მნიშვნელოვანი ელემენტია ზოგადად კომპლექსური დავალებისა, რომ მოსწავლემ თავისი შექმნილი პროდუქტი გაასიტყოს.